29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგარეშე არჩევნები გაიმართება. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისხრა ელექტრონული ტექნოლოგიების ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით ტარდება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა. ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. რეგისტრატორი თქვენს მონაცემებს ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს. ვერიფიკაციის შემდეგ აპარატიდან ამოიბეჭდება სპეციალური ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც თქვენ ადასტურებთ არჩევნებში მონაწილეობას. ქვითარი რჩება რეგისტრატორთან. მარკირების პროცედურის გავლის შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი. ფარული კენჭისხლის კაბინაში გააკეთეთ არჩევანი. ბიულეტენზე სრულად გააფერადეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრე. ბიულეტენი მოათავსეთ სპეციალურ ჩარჩო კონვერტში თქვენი არჩევანის ფარულობის უზრუნველსაყოფად. სპეციალური ჩარჩო კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსეთ ხმის მთლელ აპარატში. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. საარჩევნო ბიულეტენის სახელმწიფო საკუთრება და მისი კენჭისხლის შენობიდან გადანა დაუშვებელია. ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან. ელექტრონული აპარატების მუშაობისას კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. მოდი არჩევნებზე, გააკეთე არჩევანი და ნახე, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. CESCO. არჩევნები საერთო საქმეა.